მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ მედია ჯაფარიძეს. ქალი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მელოდიური ხმით, ქალი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, სინარნარით, სიტურფით, სიმშვენიერით და ქალმა, რომელმაც სასცენო ხელოვნებაში, დრამატურგიაში ძალზე საინტერესო სახეები და როლები შექმნა და ქალი, რომელიც იყო პირველ რიგში პიროვნება და ყველასთვის საყვარელ ადამიანად დარჩა. მედია ჯაფარიძეს არ ჰქონია მარტივი ცხოვრება. მამა გადაუსახლეს მას და იგი იძულებული გახდა, მისი ოჯახი იძულებული გახდა, რომ დედის გვარზე გადმოსულიყო მედია და ჯაფარიძე გახდა შემდგომ და ვიტყვი აუცილებლად თუ რა გვარს ატარებდა, მაგრამ მოდით ახლა ჯერ თანმიმდევრობით მივყვით ამ ყველაფერს. მედია, როდესაც პატარა იყო, თავისი შემოქმედებითი ფრთების გაშლა თავიდანვე დაიწყო, ფარდას ჩამოაფარებდა ხოლმე იმ ეზოში, სადაც ცხოვრობდა და განსაკუთრებით ყვარებია დრამატული როლების შესრულება და როდესაც მისი ხმა ისმოდა და მთელი ტრაგედიის გამხმოვანებელი, შემსრულებელი იყო და ისე ღრმად იჭრებოდა როლში, რომ ეზო ივსებოდაო და არა მარტო ეზო, გარედანაც შემოდიოდნენ მაყურებლები, ისე ინტერესდებოდნენ თუ ვინ იყო ეს ბავშვი ასე საოცრად რომ თამაშობდა სპექტაკლებს და შემდგომ ეს ტრაგიკული ფურცელი მის ცხოვრებისა, რომელმაც დედამისის ჯანმრთელობა შეიწირა და დიდხანს მკურნალობდა თავის დედას, ყველანაირად უწყობდა ხელს, რომ ის ტრაგიზმი და ის ტკივილიანი წლები, რაც მან გადაიტანა, როგორმე შეემსუბუქებინა, თუმცა დედა გარდაეცვალა, მაგრამ სანამ გარდაეცვლებოდა, გვერდით არ შორდებოდა და მასზე მზრუნველობას იჩენდა და როდესაც სკოლა დაამთავრა, იგი ძალიან ადრე გაჰყვა გრიგოლ კოსტავას, რომელიც მერაბ კოსტავას ღვიძლი ბიძა გახლდათ და როდესაც მეუღლეც გადაუსახლეს და აქაც ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა მედიას ცხოვრებაში, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეუღლისთვის სასიკვდილო განაჩენი შეეცვლევინებინა, ყველაფერი გააკეთა, დადიოდა, ყველა უწყება და ინსტანცია მოიარა და ულამაზეს ქალბატონს, რომ იტყვიან, მართლაც უარი ვერ შეჰბედეს მის ქართულ ღვთაებრივ სილამაზეს და გრიგოლ კოსტავას შეეცვალა სასიკვდილო განაჩენი 10 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას უთქვამს მედიასთვის, რომ თუ კი ვინმე ღირსეულს შეხვდებოდა, აუცილებლად მისთვის დაეკავშირებინა ბედი, რადგან არ იცოდა თუ რას უმზადებდა გადასახლების მძიმე წლები, საერთოდ დაბრუნდებოდა თუ არა იგი იქიდან. შემდგომ უკვე მედიას დაემციმბირის ციხის საკნებში, როდესაც ჩხრეკა მიდიოდა, ჩამორთმეული ნივთების შემდეგ ზედამხედველს უთქვამს ზედამხედველისთვის უთქვამს ციხის უფროს. ეს ხატი უკან დაუბრუნეთ პატიმარს, ვისაც ეკუთვნის უხერხულია ხატის ჩამორთმევაო. ეს ხატი კი არა, მედია ჯაფარიძის პატარა სურათი გახლდათ, რომელიც უბით დაჰქონდა გრიგოლ კოსტავას.
დაბრუნდა შემდგომ ის მათი გზები აღარ გადაკვეთილა მედიამ სულ სხვა ცხოვრება გაიარა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო უდიდესი სიყვარულითა და შთაგონებით სავსე თუმცა კოსტავების ოჯახთან თბილი საოცარი ჰუმანური ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნა და გადაღებებზე როდესაც უწევდა ხოლმე ბათუმში ჩასვლა ზღვისპირეთში ხშირად სტუმრობდა ხოლმე მათ ოჯახსაც. ახლა მედია ჯაფარიძე ულამაზესი იყო შექსპირის ჯულიეტას შესრულებისას პიესაში რომეო და ჯულიეტა. ამბობდნენ რომ იგი მართლაც განუმეორებელი იყო. მსგავსი ჯულიეტა მის შემდეგ აღარავის არ უთამაშია და აღარავის ესე აღარ მოსწონებია იმდენად შთამბეჭდავად და ლამაზად ასრულებდა და თვითონაც ულამაზესი იყო და მედიას წასვლის შემდეგო თითქოს სამყარო ჩაბნელდა და ის სხივი დაკარგა მარადიulis ის სხივი რითაც ანათებდა იქაურობას. რაღაც ამოუცნობი სხივი და სილამაზე ჰქონდა მას. ქეთი ტრაპაიძე ამბობს კინომცოდნე რომ სადაც გამოჩნდებოდა სითბო იღვრებოდა და სითბო მოჰქონდა თან და მისი ვერა კარპოვნა, ვარვარა კარპოვნა ეზოში ავიძაღლი კიდა პუაჩიძის პიესაში იყო ძალიან უმნიშვნელო უღიმღამო როლი, მაგრამ მან ისე შეასრულა, ისეთი ხორცი შეასხა, ისეთი ცხოველმყოფელი გახადა, რომ მეც მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი, ტელესპექტაკლი იყო ეს, რომელსაც ძალიან დიდი აღფრთოვანებით ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი პატარა, რომ რა ბედნიერი იქნებოდა ის მაყურებელი, რომელიც აი ამ ყველაფერს პირადად ნახავდა, იმდენად შთამბეჭდავი იყო და იმდენად ლამაზი სანახაობა იყო და ძალიან ძლიერი სახეებით და მსახიობებით და ჩვენი მართლაც დიდი კორიფებით, რომლებიც განუმეორებელ ისტორიას ქმნიდნენ თვითონ მედია, თვითონ ელინე ყიფშიძე, რომელიც საოცრად მიყვარს იმ როლში, რასაც თამაშობდა, ჩვენი გივი ბერიკაშვილი, ვერიკო, უკაცრავად სოფი კოჭიაურელი და რა ვიცი, ძალიან ბევრი. აი აქ სწორედ ეს ვარვარა კარპოვნა, რომელიც იყო სრულიად უმნიშვნელო როლი, სულ სხვა ცხოველმყოფელობით ითამაშა და ხორცი შეასხა. ამის ნიჭი უდაოდ ჰქონდა, შეეძლო როლში ისეთნაირად შესულიყო, რომ სულ სხვა სახე გამოეძერწა კიდევ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აღებთოვანებინა თვითონ თეატრისა და კინოს რეჟისორებიც. თაბუკაშვილების რძალი გახდა, ეს იყო ულამაზესი სიყვარული, მათ ჰქონდათ გია ბურჯანაძე იხსენებს, რომ რძალი გახდაო მათი ოჯახისა და მეცო მათი ოჯახის სიძე ვიყავი, თაბუკაშვილების სიძე ვიყავი და ღუდუმექეთი იყო ულამაზესი სოფელი ხარაგაულის რაიონში, სადაც თაბუკაშვილები იკრიბებოდნენ ხოლმე და ისეთი სანახაობა იყო ამ ულამაზეს წყვილს შევხაროდითო მე და ლაშა მათი ვაჟი და მთელი სოფელი თაბუკაშვილის დაცია იხსენებდა, რომ აქ იყო დილამდე სიმღერები, გადამღერება, შეძახილები, პოეზია, ლექსების თქმა, სიყვარული და ულამაზესი წუთების ჩუქება ერთმანეთისთვის, რომელთა ყურებაც არასოდეს გვბეზრდებოდა და გვწყინდებოდაო.
უფროსი თაობა რეზუსი და მედეასი, რომლებიც რუსთაველზე მდგარან და ჩამოუვლიათ და დაუნახავთ ეს წყვილი, ისეთი მოწიწება გამოუხატავთ მათ მიმართ, რომ კედელზე აკრულან და ქედი მოუხრიათ მათ წინაშე. ესენი ყოფილა კუკურიჟღენტი, ვასო ჭყოვიძე, ეგრეთ წოდებული პაცკა და აი ეს ადამიანები ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულით ადევნებდნენ ულამაზეს წყვილს თვალს. მივაცილებ ქალბატონ მედეას და აუცილებლად დაგიბრუნდებითო გადაუცახია მათთვის თაბუკაშვილს მედეას მეუღლეს რეზოს და ხიმილით დაუქნებიათ მათაც თავი, დაუკრავთ თავი და კიდევ ერთხელ გამოუხატავთ ის დიდი პატივისცემა. გაოცებული ვიყავი ყოველთვის, როგორც ცდილობდა ადამიანების სულში სხივი შეეტანა და ის სიბნელე მოეწია და იქ მისთვის ადგილი აღარ დაეტოვებინაო, ამბობს გია ბურჯანაძე. დათო ანტღულაძე, თეატრის რეჟისორი, იხსენებს, რომ პირველი სპექტაკლი, ანუ შეცკენ სავალი გზები და რომელიც დაიდგა და მეორე სპექტაკლი იყო პიგმალიონის თემაზე და რაღაცნაირად ბრწყინვალედ ითამაშეს აქ კოტე მახარაძემ და თვითონ მედია ჯაფარიძემ და რაღაცნაირად თითქოსო თავიდან ჩვენი თანხმედრა ვერ მოხდა, მაგრამ მედია 2 კვირის განმავლობაშიო მაკვირდებოდა ძალიან ყურადღებით და 2 კვირის შემდეგ ძალიან დიდი პატივისცემით და ნდობით განიმშვალა ჩემს წინაშე და სულ სხვანაირად წარიმართა ჩვენი ერთობლივი მუშაობა. ოლაში თაბუკაშვილი თავისი ვაჟი იხსენებს, რომ რეპეტიციებს ვერ ვესწრებოდი, მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ძალიან ნერვიულობდა და დათო მითხრა, ძალიან გთხოვ დაესწრები რეპეტიციებს, მხოლოდ გენერალურ რეპეტიციას დამასწრო და ერთი სიტყვა დავიწყებია დედას და ლაშა გამოვარდა თეატრიდან აფორიაქებული და ნერვიულებული დედის შეცდომის გამო და დათოს მიუბრუნებია, რომ იმდენად ინერვიულა და განიცადა დედამ შენი გარეთ გამოვარდნა, რომ ძალიან გთხოვ უკან მობრუნდი. ანუ ის დედად რჩებოდა ყველა შემთხვევაში თეატრის სცენაზეც და თეატრის მიღმაცო. არასდროს არ ავიწყდებოდა მას ეს დედაშვილობა და როგორც დედა იყო ძალიან სათნო, ძალიან უბრალო, ძალიან კეთილშობილი დედა. ერთ-ერთი კამათის დროს, ხმაწვილ კაცობის დროს ლაშა დაუჭრიათ, ბეჭიდანა დაურტყავთ და მის მეგობრებს უნახავთ ეს ვინც გააკეთა და მათ საავადმყოფოში ყოფილა და მას უთქვამს, რომ მიიყვანათ ლაშასთვის, რომ ლაშასთან რომ ბოდიში მოეხადა. მედეას ჩაუკრავს გულში უპატიებია და უთქვამს, შენ ჩემი შვილი ხარო. ეს არის სწორედ ძალიან დიდი დიდსულოვნების მაგალითი. მას შეეძლო ყველას მიმართ პატიება თავისი სითბოთით, თავისი კეთილშობილებით, მაგრამ ძალიან დიდ ტკივილად დარჩენია მას ის, რომ ჭრიჭინაში არ ითამაშა მთავარი როლი. ქალბატონი მედეა, ასე ამბობენ, რომ იყო ჩვენი ცხოვრების საჩუქარი და აი ამ ცხოვრების საჩუქრად თვლიდა გურან და გაბუნია და არა მარტო გურან და გაბუნია, მთელი თეატრალური დასი. კვანტალიანი ამბობდა, კაკი კვანტალიანი, რომ მან არავის ადგილი არ დაიკავა, მან დაიკავა თავისი საკუთარი ადგილიო და ოიდიპოს მეფეში საოცარი ფაქტი მომხდარა.
ყოველთვის, როდესაც მოდიოდა რეპეტიციებიდან ოთარ მეღვინე-თუხუცესი და მედია თამაშობდნენ ერთად. ოთარ მეღვინე-თუხუცესი პიჯაკში პოულობდა ხან მოხარშულ კვერცხს, ხან სოსის. გავგიჟდები გურანდა დღეს მომიახლოვდა უცებ ჩამიგდო რაღაც ჯიბეში მედიამ და აღმომაჩინა რომ კვერცხი იყო. მეორე დღესაც მოსულა და გავგიჟდები ეს პიჯაკი აღარ ჩაისმევა, ახლა სოსისები მედო. მესამე დღესაც ასე განმეორებულა და ლამის გადარეულა ოთარ მეღვინე-თუხუცესი რას აკეთებს ეს ქალი ვერ გავიგეო და შემდეგ გურანდას უთქვამს ძალიან ხო არ გამიბრასდე მოვიდა ჩემთან მედია და მითხრა როლში როგორია თამაშის დროს როგორ ხასიათავლეს ოთარიო და მე ვთხარი მთავარია რომ იგი მშიერი არ იყოს დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება და ამის გამო აკეთებდა ალბათო და ძალზე გულიანად გაუცინია გადაუხარხარია ოთარ მეღვინე-თუხუცეს მხოლოდ მაშინ მიმხვდარა თუ რაში ყოფილა საქმე და მედიკო როგორც უწოდებდნენ მას ყოფილა ისეთი საოცრად თბილი ადამიანი რომ ყველას გულშემატკივარი იყო და ძალიან მეგობრობდა ელენე ყიფშიძესთან. ზურა ყიფშიძე იხსენებს რომ ბებია ბაბუა მყავდა ცუდათო და როდესაც ძალიან ცუდათი იყო ხანდახან ცდომილება იყო ხოლმეო მის სიტყვებსა და ასრს შორის, იმიტომ რომ სულ დაფრინავდა ჰაერში, სულ სხვა და სხვა რამეზე ფიქრობდა, იმდენ რამეს ასწრებდა ერთად და როდესაც დედას უკითხა თუ როგორ იყო ბაბუა, ანუ მამაშენი როგორ არისო, ძალიან ცუდათო და სლავა ბოგუ ასე უთქვამს, ანუ სულ სხვა რამ უნდა ეთქვა და სულ სხვა რამე უპასუხია და ეს თურმე ხშირად ეს დაბნეულობა ხშირად ახასიათებდა, რადგან დანავარდობდა ჰაერში და ფიქრით სულ სხვაგან იყო ხოლმე. ლამაზი სულის მატარებელი ადამიანები ძალიან გვიან ბერდებიან და ის ლამაზი სულის სხეულის თვისებებსაც არის თვისებებში არის გაერთიანებული და სხეულზე და სახეზე აისახებაო უთქვამს მამას იმისთვის ქეთი რეჟისორი ქეთი დოლიძისთვის და მართლაც როდესაც შეხედავდა რამდენიმე ადამიანის მაგალითი მომიყვანა შეხედა ისინი როგორ დამახინჯდნენ და მედიასაც შეხედა როგორიც იყო ისეთი დარჩა და ეს სწორედ იმ ლამაზი სულის გამოხატულება არისო. მართლაც საოცარი გული, სული, სიკეთე, უშურველობა ძალიან იშვიათია ამდენი რამე ერთად იყოს ერთ ადამიანში თავმოყრილი, მით უმეტეს ჩვენს პროფესიაში, როდესაც გინდა არ გინდა, სადღაც მეშურნეობა და ფეხის დადებაც არის და აი ეს ყველაფერი მისგან ძალზე შორს იყო, ამბობს ქეთი დოლიძე. ნათესავებიც ძალიან უყვარდა და ნათესავებსაც ძალიან უყვარდა და აი ზემოთ აღნიშნე რომ ჭრიჭინაში მან ვერ ითამაშა და ეს ძალიან დიდ ტკივილად გაყვა ლელიკო ხოტივარის ფილმში მამამის უთქვამს ქეთის მამას უთქვამს რომ აღარ არის საჭირო რომ მან აქ იმუშაო ითამაშოს და ეს მთელი ცხოვრება ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა არადა დარწმუნებული ვარ რომ მშვენივრად ითამაშებდა კოსტუმი უამრავი კოსტუმი და ულამაზესი კაბები სლავა ზაიცევთან ჩასულამდე შეუკერავთ ფილმისთვის რომელშიც უნდა ეთამაშა მედიას ქეთი დოლიძესთან ერთად მოსკოვში წასულები აი ამ ულამაზესი კაბებით დაბრუნდნენ და როდესაც უკვე დაიწყო გადაღება მიხეილ მედნიკოვმა მითხრა რომ მგონი კაბები გადააკეთაო და მართლაც რო შევხედე იმ კაბებისგან აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი მედიას ხელწერა იგრძნობოდა დახურული კაბა რომელიც ყოდა გული ამოეღო მისთვის
ქვემოდან შეეჭრა კაბები, რომელიც გრძელი იყო და აბსოლუტურად სულ სხვა მოცემულობა მივიღეთო და მე და ჩემმა ძმამ თემურ ფავალავანდიშვილმა იმ დიდი ტკივილის შემდეგ ჭრიჭინაში რომ ვერ ითამაშა მას მივეცით იმის საშუალება რომ შემდგომ გვეთამაშებინა ფილმში და ძველი ბალსში და აი ამითი თითქოს აი ეს კომპენსაცია გავუკეთეთ ამას რომ ის ტკივილი გადაგვეფარა რომელიც ყოველთვის ახსენდებოდა და რაღაცნაირად გულში ჰქონდა ჩარჩენილიო და პოეტების შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს პირველად ეს პოეტების შეხვედრა იყო ძალზე მნიშვნელოვანი რომ ბედი დაუკავშირეს ერთმანეთს რეზო თაბუკაშვილმა და მედია ჯაფარიძემ. რეზო თაბუკაშვილი იყო ულამაზესი ვაჟკაცი და ბევრი ქალის გულს იპყრობდა და აი მედიას მისთვის ზედაც არ შეუხედავს და ამითი დაბნეულა რეზო, როდესაც მასთან მივიდა და პირველივე დანახვაზე ჩავარდნია გულში მედია, მაგრამ როდესაც გამოუცილებია შემდეგ და ლექსები უთქვამს, აი ამეთი მოულბია გული. შემდგომ თურმე ლაშა იხსენებს, რომ მისი ვაჟი რო დედაო ხშირად ყვებოდაო, რომ რაღაც მონადირული მზერა ქონდა და ეს არ მომეწონა, მაგრამ როდესაც ლექსები წამიკითხაო, აი უკვე ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ამით მომხიბლაო და შემდგომ უკვე თანდათან ეს შეხვედრები გადაიზარდა დიდ სიყვარულში. რეზოსთან საუბარში თავისი ტკივილის გასაღებსაც პოულობდა. რეზო იყო ძალიან კარგი მსმენელი, თავის დედაზე, თავის ცხოვრებაზე, განცდებზე ხვდებოდა და ამ ყველაფერს უთანაგრძნობდა მართლაც სულითა და გულით რეზო თაბუკაშვილი და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა რომ ცოლად შეერთო იგი და ინგლისში უპირებდნენ გაგზავნას. და ინგლისში როდესაც უპირებდნენ გაგზავნას, რეზოს გაგონება არ უნდა და რეზო თაბუკაშვილს მედია ჯაფარიძის გარეშე. ამიტომ მედია გამოქცეულა მოსკოვიდან, ჩამოსულა ნიტა ტაბიძესთან, რომელთანაც მეგობრობდა ტიციან ტაბიძის ქალიშვილთან და მისთვის გაუმხელია რომ არ უნდა და ხელი შეშალა პროფესიულ კარიერაში, მაგრამ მიმხვდარა რეზო და ბოლო მოსკოვიდან ბოლო მატარებლისთვის მიუსწრია და ჩამოვიდა მედიასთან, არ დაანება მედიას თავი და აი გადაწყვიტეს რომ დაქორწინებულიყვნენ ისინი 4 საათზე ყოფილა ჯვრისწერა დანიშნული, 4 ძალზე ჩქარობდა წყვილი. გივი დოლიძე იყო აქ მათი სიყვარულის მოწმე. სალონში და ნიტა ტაბიძე მედიასთან მედიას მეჯვარე გახდათ. წასულან ქალბატონები სალონში გასაბრანჭად, იქდა რომ წამოსულან საკმაოდ დრო ყოფილა. შემდგომ ამ ჯვრისწერის ისეთი თავსხმა-წვიმა წამოსულა, რომ რეზოს შარვალი წვიმაში შედგა და იცინო და ჯერ პატარა ვაჟი ვარ და მე კიდევ უკვე ცოლს ვირთავ. გადაუწყვეტიათ რომ შესულიყვნენ კინოთეატრში და იმდენად დრამატული ფილმი ყოფილა, რომ ცრემლები ყაპაყუპით მოსდიოდათ, იქიდან რომ გამოვიდნენ თურმე რუსთაველზე მოდიოდნენ და თან ამ ფილმს არჩევდნენ და მეორე დღეს თბილისში დარხეულა ხმა, რომ საწყალი რეზო და მედია ოჯახის დაუკითხავად დაქორწინებულად და ოჯახის წევრებს სახლში არ შეუშვიათ და რუსთაველზე დადიოდნენ შუაღამით და გულა მოსკვნელი ტიროდნენო.
იმდენად ლამაზი წყვილი იყო, რომ სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ყველას ყურადღებას იპყრობდნენ. ერთ-ერთ რესტორანში მიწვეულები ყოფილან და როდესაც მაგიდასთან უნდა მისულიყვნენ, ორკესტრი გაჩერებულა, მონუსხული შეჭერებოდა თურმე ამ წყვილს და ამ ორკესტრის გაჩერებასთან დაკავშირებით ხალხს მიუხედავს და რომ დაუნახავს ეს წყვილი, ისინიც მონუსხულები უყურებდნენ მათ. რეზომ დაიწყო მედიას გაცნობის შემდეგ შექსპირის სონეტების თარგმნა ქართულ ენაზე და მას მედიასთვის უთქვამს. თუ შექსპირს როგორც მუსიკოს საქართველოში თავი არ მოეჭრა, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა და ეს სონეტები შენ გეცხნებაო. მას ალზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და იმავე საავადმყოფოში მოხვდა ბრონხების ანთებით თვითონ მედია ჯაფარიძეც და გვერდიგვერდ პალატებიდან ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს წერდნენ, ამხნევებდნენ და ერთ-ერთ ბარათში მიუწერია თუ რამე მომწერე, თორემ ვიტირებ და სახლში გავიქცევიო და საპასუხო წერილი ჩემო პაკიპუკ სულ ქოშებით დაპაკუნობდა თურმე სახლში და მოფერებით პაკიპუკას ეძახდა რეზო თაბუკაშვილი თავისან მეუღლეს. რამ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ კოცნი, ჩემო ერთადერთო ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო. ეს წყვილის ბოლო მიმოწერა აღმოჩნდა. რეზოს გარდაცვალების შემდეგ მედიას ჯანმრთელობა საკმაოდ შეირყა. ფიქრის გორაზე უსიარულეს ძალიან ხშირად ამჩნევდნენ. 1990 წელს გარდაიცვალა მეუღლე რეზო თაბუკაშვილი, ხოლო 4 წლის შემდეგ ამ დარდმა, რომ იტყვიან, მოტეხა იგი და 1994 წელს თვითონაც გარდაიცვალა. ბოლოს შეხვედრას იხსენებს მეუღლის გარდაცვალებიდან ზურაბ ყიფშიძე, რომ მას იგი შეხვედრია ზოოპარკისა და ცირკის წინ მრავალსართულიან კორპუსთან და დიდი მძიმე ჩანთა მოჰქონდა თურმე და დახმარება შეუთავაზებია, მაგრამ უთქვამს არა, უკვე მოვედი აქ უნდა შევიდე და აღმოჩნდა თურმე, რომ ერთ ხელმოკლე მსახიობთან მიდიოდა და მასთან მიჰქონდა სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც აი ამ დიდ ჩანთაში ჰქონდა ჩალაგებული. რეზო ჩხეიძის მოგონება ძალიან საინტერესოა, რომელსაც იხსენებს და ამბობს, რომ ვენეციაში ყოფნის დროს გონდოლაზე დავინახე, რომ ღვთაებასავით იდგა მედია რეზო თაბუკაშვილთან ერთად და სიამაყით ამევსო გული, როდესაც ეს ორი ულამაზესი ღვთაება ჩემი ქვეყნის შვილები იყვნენ. ეს ყველაფერი გურამ დოჩანაშვილისთვის უამბია და გურამ დოჩანაშვილი იხსენებს ამ საოცარ ფაქტს. და დეპუტატად იყო იგი არჩეული და იმდენად გულთან მიჰქონდა თითოეული ადამიანის ცხოვრება, რომ დღე და ღამე არ ეძინა. შემოვიდოდა თურმე სახლში, ჩახტებოდა თურმე საწოლში დაღლილ დაქანცული, კარი სულღია იყო და ვიღაც რომ მივიდოდა სტუმრად მასთან დასვამდა და აქეთ დაჯექიებოდა იმის მაგივრად, რომ გამასპინძლებოდა ამ საუბარში აიყოლებდა ხოლმე, რადგან და ამ პროცესში დეპუტატობის დროს გულთან ისე მიჰქონდა თითოეული ადამიანის განსაცდელი, რომ 120 პატიმრამდე გაათავისუფლებინა ეს ხალხი და უთქვამთ, რომ მეორე ვადით აღარ აირჩიოთო დეპუტატად, თორე საპატიმროებს საერთოდ დაგვიცარიელებსო. იმდენად გულისხმიერი იყო და
თვითმფრინავის ბიჭებზეც ტერეშკოვასთან გაუგზავნია წერილი, რადგან მოვალეობად თვლიდა თავის მოვალეობად, ეხლა რამდენად დაეხმარა ეს წერილი, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის მაინც თვლიდა, რომ რაღაცა წვლილი უნდა შეეტანა, რომ ამ ბიჭებისთვის აი თვითმფრინავის საქმეზე გახმაურებული საქმე რაღაცნაირად აქეთ შემოbrunებულიყო და ისინი მკაცრად არ დაესაჯათ. იხსენებს მისი მსახური ართავაზი და საოცარი ისტორია, რომ ერთხელ აი ამ ფურცლები ქონა გაშლილი საწოლში იჯდა და აი ამ დეპუტატობის დროს თავს არ იღებდა, მაღლა ეცნობოდა ამ ფურცლებს და მეორე შვილი თუ გყავსო ვკითხავდა, უცებ მომახალა საკუჭნაოში და კიდევ გადავირიეო. ანუ აი ეს დაუფიქრებელი პასუხი ხშირად ჰქონდა ხოლმე, რადგან სულ სხვაგან ფრენდა. ლაშა თაბუკაშვილი ძალზე განიცდის მტკივნეულა და არა მარტო ლაშა თაბუკაშვილი, ჩვენ მთელი ქართველობა, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც გვყავს ჩვენ მართლაც უნდა ძალიან დიდ პატივს ვცემდეთ და უნდა არსებობდეს მათი ქუჩა, მათი მედია ჯაფარიძის სახელობის სკვერიც უნდა არსებობდეს, არა მარტო ქუჩა, არა და ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია და ეს აუცილებლად უნდა იყოს და იქნება ახლა მაინც ყურად იყოს ხელისუფლებამ ძალზე მნიშვნელოვან და საგულისხმო ნაბიჯს გადადგამენ შთამომავლობისთვის. მედიამ ეს ნამდვილად დაიმსახურა თავისი კეთილშობილებით. რუსთაველზე ხშირად იდგნენ ხოლმე წყვილები და აი ამ წყვილებში, როგორც უკვე ვთქვით, გამორჩეულები იყვნენ და ეს გამორჩეული წყვილი სამშობლო სიყვარულშიც გამორჩეული იყო, როდესაც რუსეთის ტანკები შემოსული იყო საქართველოში, რეზოს თავისი შვილისთვის უთქვამს, რომ ისინი იყვნენ შენი ქვეყნის მტრები არიანო და ნუ რა თქმა უნდა გინებალანცვა დაუწყიათ, გაუგიათ რუს ჯარისკაცებს და მეორე სართულიდან გადმოფრინდა მამა და არ ვიცი როგორ გადარჩა, ხიშტებზე ააგებდნენ, დედა გაგიჟებული გამოვარდა ფეხშიშველი პერანგის ამარა და მათ წინ აღუდგა და ალბათ გადაარჩინა იმან, რომ მედია ძალიან ლამაზი იყო. ლეჩკომბინატში იყვნენ ორივე, რომელიც ტრაგიკული აღმოჩნდა შემდგომ, როგორც უკვე ვთქვით, რეზო თაბუკაშვილისთვის და იქ გარდაიცვალა. აი ამ ტერეშკოვასთან თემურ პეტრიაშვილისთვის გაუტანებია მოსკოვში წერილი, 4 წერილი იყო ამ თვითმფრინავის ბიჭებთან დაკავშირებით. იგი 20 თებერვალს გახდათ დაბადებული 1923 წელს, სახალხო არტისტი, საპატიო მოქალაქე. თბილისის მერვე საშუალო სკოლა ჰქონდა დამთავრებული, კულტურულ ხალხოსნურ თეატრში მუშაობდა 2 წლის განმავლობაში. ნაძალადევის რაიონში 1942 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე თამაშობდა. რუსთაველში ისმენდა გიორგი ტოლსტოკონოვის ლექციებს. ოსტატობისათვის, სამსახიობო ოსტატობისათვის იგი მივლინებული იყო ნემიროვიჩ დანჩენკოსთან მოსოვეტის თეატრში, სადაც რუსულად შეასრულა ბერნარდ შოუს პიესაში კლეოპატრას როლი. მისი როლები არის ნინა, მასკარაჩი, ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედიანა, ჭირვეული ცოლის მორჯულება, რიჩარდ მესამე, ჭრიჭინა სპექტაკლში და ფილმში ვიცით რომ არ ითამაშა, გულსუნდა, ვარვარა კარპოვნა, გულქანი, იოკასტე დედა, ძველი ვალსი. იგი როლისთვის სტალინის ორდენით დააჯილდოვეს 1950 წელს ფილმში ჯურღაის ფარი. ფილმებშიც მნიშვნელოვანი როლები აქვს ძალიან და სახასიათო როლები ნათამაშები. კოლხეთის ჩირაღდნები, ქალიშვილი გაღმიდან, ხიდი
ხიდი გიორგი სააკაძე, აკაკი საკვანი, ქეთო და კოტე, მწვერვალთა დამპყრობი, ეთერის სიმღერა, წარსული ზაფხული, იყო შაშვი მგალობელი, ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი აქ ეპიზოდურ როლშია, მაგრამ მის ერთი გამოფწყინებაც კი საკმარისია, რომ ფილმს სხვა შთამბეჭდაობა მიეცეს. არაჩვეულებრივად ასრულებს და ახმოვანებს ანიმაციურ ფილმს ბატიტასიკოს თავგადასავალს, თამაშობს სანამ წვიმა გადაივლიდეს, ვამეხი მოდის ამ ფილმებში. ფილმში მზე შემოდგომისა 1976 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის როლი ერგო. მისი ნამდვილი გვარი, როგორც ზემოთ გითხარით, რომ აუცილებლად ვიტყვი, მეთქი ამას მანჭავარიანი გახდათ, მაგრამ აი ამ გადასახლების გამო, როდესაც მამა გადაუსახლეს დედის გვარზე გადავიდა და ბიძები ზრდიდნენ მას ძალიან მკაცრად, ვერიკო მას ანჯაფარიძეს ძალიან უყვარდა და გაზაფხულის მინდვრის ყვავილს ეძახდა, იგი გაზაფხულის ყვავილს ადარებდა. იტალიელი რეჟისორი ტონინო გუერა ამბობდა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სილამაზით, მისი მშვენებით, მისი სულისმიერი გამოხედვით და სახის ნაკვთებით. დოდო ჭიჭინაძე, მის საუკეთესო მეგობარი, ამბობდა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და სული ხორცს ეყრება, სულ სხვა მოცემულობა გვხდება და ის მთლიანობა ირღვევა, მაგრამ შენ ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც დარჩი ბოლომდე ისეთი, როგორიც სიცოცხლეში იყავი და გვიყვარდიო. ვახტანგ ტაბლიაშვილი, ქეთო და კოტეს ბრწყინვალე რეჟისორი, წერდა წერილში, მედია მე ძალიან გამიმართლა რეჟისორს ყოველთვის უყვარს ის მსახიობი, რომელსაც საკუთარი ინიციატივა გააჩნია და ისეთ მომხიბვლელობას ძელს როლს, რომ როლში სულ სხვანაირი სხივი შემოაქვსო და მედიასაც მისთვის გაუგზავნია საპასუხო წერილი, სადაც მიუწერია, რომ ძალიან მომეწონა ეს ფილმი და ჩემი თავიც ძალიან მომეწონაო. ჯვრისწერის ძალიან ლამაზი სცენა არის სხვათა შორის ამოღებული ქეთო და კოტედან, რომელიც კომუნისტებმა დაიწუნეს და ნუ რა თქმა უნდა ამოჭრეს ეს კადრი, მაგრამ მზე შემოდგომისა აი აქ შემორჩა ის განუმეორებელი კადრი, სადაც ამბობს, როდესაც ინტერვიუს ჩამოართმევენ მას, რომ ყოველთვის ქალი უნდა იყოს გაზაფხულისთვის და მამაკაცის ყოველთვის უნდა უყვარდეს, პატივს სცემდეს და ყოველი დღე უნდა მიუძღვნას თავის საყვარელ მეუღლეს, რადგან ის არის სწორედ ის წლების წინანდელი გოგონა, რომელიც შეუყვარდა დღეს სახე დაღარული, მაგრამ სწორედ იმ სულიერი შემართებით და იმ სულითა და გულით, რომელიც ცხოვრების თანამგზავრს ბოლომდე ერთგულად მიჰყვება. საოცარი სიტყვებია, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერპრეტირებით და აი ეს სიტყვები მთელი სისავსით და ძალიან დიდი შთაბეჭდილებით გადმოიცა, ამან მიაღებინა მართლაც დამსახურებული როლი, საპატიო ამ როლის შესრულების შემდეგ საპატიო წოდება აი ამ ქალთა საუკეთესო როლის შემსრულებლად რომ დაასახელეს და მედია ჯაფარიძე არის ყველასთვის უძვირფასესი, განუმეორებელი ლეგენდა, რომლებიც უკვე იშვიათად იბადებიან. მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.